საღამო მშვიდობისა ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, ყველას მოგესალმებით კომედი არხის ერთგულ მაყურებელს. იმედია, ჩემსავით თბილად ხართ მოკალათებული თქვენ სავარძელებში ტელევიზორებთან და უბრალოდ მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენ უყურებთ გადაცემას ანეკდოტების რვეული. მოდით ერთად ვნახოთ რა მოგვიმზადეს ჩვენმა მეგობრებმა და იმედია როგორც ყოველთვის დღესაც ძალიან ნასიამოვნები დარჩებით. გთხოვთ გაუშვათ მერვე ადგილი. ყდები ბიჭო, შენ ყდები, მაგრამ მომისმინი აგერ ამ ახალწეს სამ ოჯახში ვიყავი მეკლე ბიჭო. მე რო ფეხით შევედი, თოუშენდებად გვერდები. ჩამოყარე, მიდი ახლა მოისახეს ესა. მაიზე, მოდი ჩვენ გვერდში ბიჭო. ორო, ვერ მოვალყაროს ჩოღორ. მოდი ბიჭო, გასული ახალი წელი არ უნდა ვთქვა. კაი, დაჯეს ჩვენ გვერდში. მოვალ. რო ახალთა მათვიცეთ. ბიჭო, გითხარი, როგორ შეხვდი ახალ წელს? ორ შეხვედრილ ვარ. თვითონ მოვიდა. ისე მართალი გითხრათ მეც გამიკვირდა. რანაირად მიაგნო ნეტა, მაგრამ იკითხა ალბათ სადმე. მე-7 ადგილის ჯერია. სამეჯერ გავიკეთე კუჭის ოპერაცია, ძლივს გადავრჩი. აუცი რამდენი ფული დავხარჯე. გოგო, რას გადაეკიდი ამ კუჭს რა? აგერ ხალხი იკეთებს ბრმანაწლავის ოპერაციას, შედარებით იაფით ჯდება და ძალიან კარგადაც არიან. მე მართალია ეს გოგო. მართალი. მე მაგალითად იმ დღეს კბილი ვტკიოდა და ფული რო არ მქონდა, თითიდან ამოვიღე ეკალი. მე ვითქვი სული. მე-6 ადგილი ვნახოთ. აუ, იგი ზამთარი გადამაგორებინა და არ მინდა არა. ქალს მიირჩევნია. ატანს, ვაში ბილში ატანს. თოლის ბაბუა, თუ არსებობს, უნდა ვთხოვო, რომ ესეთის აღარ დაუშვას მეორე დამნაირი ზამთარი. გამარჯობა. გაუმარჯოს რომანას. ბიჭო, რომანი. ერთი მითხარი შარშა რა თხოვე შენ თოლის ბაბუას. ასაფეთქებელი. ბომბი გაი. წელს რას? ორთი ცხელზე. შენ რა გითხარე ბიჭო, მცოდნოდა მაინც. წამოგიღებდი რომელი თითი გინდოდა ჩემუბაში ახალ წელს ეყარათითებ. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ, მანამდე ერთი ანეკდოტი მინდა მეც მოგიყვეთ. ჯიჯიგი ეუბნება ბიჭიგიას. გეიგე ბიჭო, შალიკიას რაფერი მახინჯი ცოლი მოუყანიაო. პატრულმა მინების დამუქებაზე ნებართვა მიცაო. საყვარელი. მე-5 ადგილის ჯერია. ხო, გუშინ ჩავწექით, ღვინოში ჩავწექით. ეს რომა ვიყოფილა. მაგი რო არ ნერვიულობდეს 180 კილო იქნება. გამარჯობა პატიცემო. გაგიმარჯოს გინაცა. ესა ბოდიშეთ. გოისა ქალმოგირეკავ. გულები მტკივა. გულები თუ გული კაცო? არა კაცო, გულები. თუ გული. მოიცა? ფეხის გულები რა, გულები არ არის? შეკაცო, მაგი არაა პრობლემა. არ მიიტანო ხელის გულებთან და დამთავრდა. მე-4 ადგილი ვნახოთ. შორენა, ჩვენი ოცნების ქალო. შორენა, არსად არ დაგვემალო. შორენა, საერთოდ ბრძანდები თუ კაცო? მაი არა შენი საქმე. წევი.
აუ შენ გენაცვალე. აბიჯო ადამიანი დაუკონკრეტა მისამართი. მესამე ადგილი ჯერია. ამათი მთავრობა და ამათი. რავა ყველა ჩვენ წინააღმდეგარი მაგის დედავადი ახლა. ბექაი, ჰო. რა აზრის ხარ ძმაო ამ მთავრობაზე? ბიჭო მე ვინ მეკითხებ. ბიჭო მითხარი, გავსულელდი კაცი მაგის დედავა კაცი არა ხარ. ბეიცე, ოთია. ოთია. ო, ბარო ოთი. ოთია. არო, მითხარი, როგორ უყურებ ამ მთავრობას შენ? როგორ და როგორც ცოლს. რანაირად ძმაო? რანაირად და გეტყვი ახლა. ცოტა მიყვარს. ცოტა მეშინია. ცოტას ვაქებ. ცოტას ქევატყუებ ხანდახან. მარა მაინც სხვა მირჩევნია მაგის დედაცვად. ამოდი კაცი. გამარჯობა შენ. გადაამატოს მოდი. გამართან. ხო და რომ იბზანდები სახში მოგივლის მთავრობა როგორც საჭიროა ის. ზაცოდა ხუშენ. სანამ შემდეგ შემოგთავაზებდეთ კიდევ ერთი ანეკდოტი მინდა მოგიყვეთ. ნუ ადამიანს მამაკაც ჩამოვიდა მეგობარი, ცოტა კი არა ძალიან შეუხედავი და ნუ აკეიფად როატარებია ყველაფერი და მერე დაპატიჟა ქალებშიც. და ეს იმდენად შეუხედავი აღმოჩნდა ეს ადამიანი, როცა მივიდა მეძავთან, ასე რომ ვთქვათ, ნუ რო ღირდა $100, $200 უხდის და ამ ქალმა რო დაინახეს ბიჭი, მე ამასთან $200 ვერ დავწევი. შენ გენაცვალე ეს ბიჭი ახლა არ მოვჭრა თავის სტუმარია რა იქნება. არ იქა მეცი პატევი $100 კიდე დაგიმატებ $300 მოგცემ. შენ გენაცვალე ეს ქალი მე დაგიმატებ $100 და შენ მიეცი რა ვარ მისაცემია. საცოდავი. მეორე ადგილი ჯერია ცოტაში. დევიჯერ, გოგო, დევიჯერ. აბა, არ დევიჯერ. მაგისთან მაგას მასა გადაეცე ხა მე რასა შენ გეუბნები. ო, ყველაფერი ხო? გამარჯობათ. აშასე გვარი სულაც. სასიამოვნოა. ვითარება ასეთია. აი ეს პიროვნება იძებნება გაუპატიურებისთვის. მას მე ისა აი ეს პიროვნება იძებნება ჩვენს მიერ ნარკოტიკული გადაზიდვების მუხლით. აი ეს პიროვნება მილიონერი, რომელიც კვლელობაშია ეჭვმიტანილი. შეხი. ეს პიროვნება იძებნება 5 ქალბატონის გაუპატიურებისთვის. ეს გახლავთ ბაზრის დირექტორი, რომელმაც დაჭრა ჩვენი 2 თანამშრომელი. აი ამ პიროვნებამ კი მოკლა 10 პოლიციელი. დღეს თქვენთვის პირველი დღეა და წარმოდგენილი დამნაშავე პირები, რომლებიც უნდა დაიჭიროთ და მოიყვანოთ ჩვენთან პოლიციაში. მარტო მე. რა თქმა უნდა. უბრალოდ დიახ. მე ინტერესებს. ამ გენს სურათებს რო უღებდით. მაშინ ვერ დაიჭირეთ. შეგერაცვალე. აბიჯო პოლიციელი რა შემართებით შეუდგა პირველივე დღეს მუშაობას? კაი კაცი. და ბოლოს პირველი ადგილი მარტივი არითმეტიკით თუ გავთვლით, გთხოვთ. აქანა გვექნება ჩვენი პირველი საქორწინო ღამე. დედა
თვალიში რო არა, თავის საი დავდვა. გულისმენე, მე რა ცხამინდა იგი და მიდევი შუაში. თავის საცხაგინა იქ წაიღე. მოკლედ ძვირფასო ბატონებო და ქალბატონებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მე უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ შემოქმედებით ჯგუფს, რომ ასეთი საინტერესო და მხიარული გადაცემა მოგვიმზადეს და მინდა დაგემშვიდობოთ აქვე საუკეთესო სურვილებით და უბრალოდ შეგახსენოთ, რომ ჩვენ სულ რაღაც ერთ კვირაში შევხვდებით ერთმანეთს. კარგად ბრძანდებოდეთ!